რატომ არის თითქმის შეუძლებელი ფორმულა 1-ის პილოტობა? როგორ გონიათ, ლატარიაში მილიონების მოგების რა შანსი გაქვთ? ან რამდენია იმის ალბათობა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მაინც და მაინც თქვენ დაგეცემათ? დაჭექა ქუხილისას მეხის დაცემის შანსებს თუ გიფიქრიათ? გაგიკვირდებათ, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ აქედან რომელიმე ერთხელ მაინც მოხდება, გაცილებით მეტია ვიდრე ფორმულა 1-ის პილოტობის შანსი. რამდენ თქვენ გასგიოცნებიათ, რომ ამ წარმოუდგენლად სწრაფი ბოლიდების საჭესთან ყოფილიყავით? საქართველოში ამ სპორტისადმი გაზრდილ ინტერესსაც თუ გავითვალისწინებთ, მსურველთა რაოდენობაც წესით საგრძნობლად მაღალი უნდა იყოს. ამიტომ სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, წინასწარ ბოდიშს მოგიხდით თუ ამ ვიდეოთი თქვენს აუხდენელ ოცნებებს დასაწყისშივე ჩაგიკლავთ. თან ამას ცოტა მწარედ გავაკეთებთ, რადგან ყველაფერს მათემატიკური სიზუსტით რიცხვებში მოგახსენებთ. რა სიზავთ? სიმართლე მწარეა. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად მხოლოდ ტალანტი არ არის საკმარისი. ამისათვის საჭიროზე მეტადაც უნდა გაგიმართლოთ და რაც მთავარია, ფინანსურად ფეხზე მყარად უნდა იდგეთ. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში შეგპირდებით, რომ თქვენგან რალფ შუმახერი მაინც გამოვა, რომ არაფერი ვთქვათ მიხაელზე. ამ ვიდეოში ფორმულა 1-ის დიდებული სცენის უკან გამოგზაურებთ და იმ გზის შესახებ ვისაუბრებთ, რომლის გავლაც თქვენ საყვარელ პილოტებს მოუხდათ. ზოგს უფრო მეტად გაუმართლათ, ზოგსაც ნაკლებად. თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად მათი თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი სასტარტო ხაზებიდან სანატრელი პოდიუმებისთვის იბრძვიან. ფორმულა 1-ის პილოტობა უფრო მეც ნიშნავს ვიდრე უბრალო სპორტსმენობა. წარმოიდგინეთ, შეჯიბრის 1 წუთის განმავლობაში რამდენჯერ ემუქრებათ საფრთხე მათ სიცოცხლეს. ეს ნიშნავს, რომ საქმე საოცარ თავდადებასთან და სიმამაცესთან გვაქვს. ამას მათი ნიჭიც ემატება, რის გამოც ამ მეგავარსკვლავებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავი ადამიანი ეთაყვანება. ერთი შეხედვით ეს სწორედ ის ზღაპრული ცხოვრებაა, რომელში ყოფნაზეც უარს არც ერთი ჩვენგანი იტყოდა, მაგრამ მათ მიერ უკან ჩამოტოლებული გზის გავლას ალბათ ცოტა თუ მოისურვებდა. რატო? ფორმულა 1-ში წარმატებისთვის მხოლოდ ღმერთისგან ბოძებული ნიჭი არაა საკმარისი. მასთან ერთად წარმოუდგენლად ბევრი შრომაა საჭირო. ხო მართლა, არ უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან ბევრი ფულიც, გავლენაც, ჭკუაც და სხვების ჩაჩოჩების უნდარიც. მაღალი კონკურენცია, წნეხი და გაასმაგებული ხარჯები ახალი მწვერვალების დაპყრობას საჩუქრად მოხვდება. სწორედ აქ ხდება პირველი გაცხრილვაც. დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან ცოტა ბავშვს აქვს ფინანსური შესაძლებლობა ოცნებებისკენ სწრაფვა რეალურად დაიწყოს. კარტინგები. ავტოსპორტის გიჟურ სამყაროში მოსახვედრად საწყისი ეტაპი კარტინგებია. სარბოლო კარიერის დასაწყებად კი ყველაზე კარგი ასაკი 4-5 წელია. თუმცა აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგალითად, ფერნანდო ალონსომ კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო. ხოლო ნიკოლას ლატიფისთვის 13 წლის ასაკშიც დაინტერესებაც არ იყო გვიანი. კარტინგები რამდენიმე კარიბჭიანი ჯოჯოხეთის საწყისი ეტაპია. ნაკლები სტრესი, მცირე ძრავები, საბურავები და ხარჯები. მაგრამ იაფი არც ეს გეგონოთ. საკუთარი ნიჭის გამოცდას მხოლოდ შაბათ-კვირას კარტინგებზე გასართობა სიარული არ ეყოფა. ამისთვის ყოველდღიური ვარჯიში და გარკვეული ხარჯების პერიოდულად გაწევა აუცილებელი. რამდენია გარკვეული ხარჯები? კარგი კარტინგი 6-დან 8 წლამდე ასაკის კლასში $3000 მაინც დაგიჯდებათ, ხოლო უფრო მაღალი კლასის შემთხვევაში $10,000-მდე მაინც უნდა გადადოთ. ამას აღჭურვილობა და ტექნიკური ხარჯები ემატება, რაც არც თუ ისე იაფია. ვარჯიშიც ხომ საჭიროა. შემდეგ უკვე ჩემპიონატში მონაწილეობაც უნდა მიიღოთ, რაც დამატებითი თანხა ღირს. უხეშად რომ ვიანგარიშოთ,
FIA-ის მსოფლიო კარტინგის ჩემპიონატის სეზონი საუკეთესო პილოტებს $200,000-ზე მეტიც გიუჯდება. დიახ, სწორედ გაიგეთ, 200,000. გონი ფეხბურთის თამაშის ჯობს არა? თანაც ბევრად იაფია. ამისთვის ბაზრობის ბურთი და ეზო სტადიონიც საკმარისია. ან პლასმასის ბოთლი და აგურებით გაკეთებული კარები. როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო და სადაც ფორმულა 1 არსებობს, იქ ფეხბურთის ხარჯები რა მოსატანია. თან ნიჭითა და ცოტა იღბალით წარმატების მიღწევა ბევრად მარტივია. სამწუხაროდ დამწყები პილოტებისთვის მარტივი გამოსავალი არ არსებობს. მოდით, ესტებან ოკონის მაგალითი ავიღოთ. მამამის მისი ბოლიდისა და კარტინგების ხარჯის დასაფარად სახლის გაყიდვა მოუწია. ლუის ჰამილტონი მისმა ოჯახმა ლუისის კარიერისთვის სახლი ხელახლა იპოთეკით დატვირთა. და თან ყველა ლუისი და ოკონი ვერ იქნება, რომ ასე გაუმართლოს. რთულია გათვალო, რომ მსგავსი ინვესტიცია უკან მილიონებად დაგიბრუნდება. თითქმის ყველა პილოტი, რომელიც საკუთარ კარიერას სერიოზულად უყურებს, ფორმულა 1-ის ბოლიდში მოხვედრას რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს ბოლიდები ბევრად უფრო ძვირი ღირს და ასე პირდაპირაც ვერ შეიძენთ. ამიტომ მთავარ ლიგაში მოხვედრამდე პილოტები დაბალი კლასის ბოლიდებით დაწყებით ჩემპიონატებში ასპარეზობენ. ერთ-ერთი ასეთი ლიგა კი ფორმულა 4-ია. ფორმულა 4. ფორმულა 4 ის ეტაპია, რომელზეც ახალგაზრდა პილოტები პირველად ერთადგილიანი ბოლიდების გემოს იგებენ. ეს უკვე ის საფეხურია, სადაც კარტინგისგან განსხვავებით სიმძლავრე და მიმჭერი ძალა შემოდის საქმეში. თუმცა არ იფიქროთ, რომ ამ ლიგაში ჭიდაობაა იაფი. პირიქით, მიუხედავად ამისა, ფორმულა 4 კარტინგის კარგი გაგრძელებაა. დღევანდელი წარმატებული პილოტებიც კი როგორიც სტროლი და ლორისი არიან, ერთდროს ფორმულა 4 მეშინერის გამარჯვებულები გახდნენ. ეს წარმატება კი მათ ახალ ეტაპზე გადასვლაშიც დაეხმარათ. გლობალური F4 ჩემპიონატი ცალკე აღებულად არ არსებობს. ის თითოეულ რეგიონში ქვეყნების მიხედვით ინდივიდუალურად იმართება. წამყვან ჩემპიონატებად კი ბრიტანეთისა და იტალიის F4 ითვლება. მსოფლიო საავტომობილო ორგანიზაცია დღეს F4-ის 17 ჩემპიონატს აღიარებს. ისე კი მსოფლიოს მასშტაბით 28 ჩემპიონატი ტარდება. ყოველ საჩემპიონო ბადეში საშუალოდ 20 მძღოლი მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ F4-ში 560 მონაწილე იბრძვის. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რეალურად რამდენი ადამიანია დაინტერესებული ავტოსპორტით? ამ ლოგიკას თუ გავყვებით, 8-დან 40 წლის ასაკის 5 მილიარდ ადამიანამდე ავდივართ. წარმოიდგინეთ, 5 მილიარდი მსურველი და მხოლოდ 560 ადგილი. 90-იანების საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტში უფრო მარტივად ჩაირიცხებოდით ვიდრე აქ. პროცენტულად რომ დაგითვალოთ, ერთ ადამიანზე ფორმულა 4-ის ბოლიდში მოხვედრის შანსი 0.000000122%-მდე ჩამოდის. ანუ 1%-ის მეასედიც არაა შანსი. და ეს ყველაფერი ფორმულას დაწყებით ჩემპიონატში. მეტიც, შანსი რომ ღია საბურავიანი მანქანების რბოლაში მოხვდებით 9 მილიონიდან 1-ია. პილოტები, რომლებიც ამ ლიგაში ხვდებიან, დაახლოებით 200,000-დან 250,000-მდე დოლარს იხდიან. ამას დაუმატეთ კონკურენცია, მკაცრი წესები. ბევრი ასეთ წნეხს ვერ უძლებს, ხოლო ვინც უძლებს და მგლებში მგელია, სპონსორსაც ჩალიჯობს. მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზეც უფრო მგელი, თუ გინდა რომ გაიმართო. ფორმულას მომავალი პილოტებისთვის გარდამტეხი ასაკი 14-15 წელია. ფორმულა 1 ტივის მკვლევარი და ყოფილი პილოტი ჯეიმს ჰინჩკლიფის თქმით, თუ რაიმე სახის წარმატება გსურთ, მაქსიმუმ 15 წლის ასაკში ფორმულა 1-ის გუნდის ახალგაზრდა მძღოლების პროგრამის კონტრაქტზე ხელი უნდა გქონდეთ მოწერილი. ან შემჩნეული უნდა ხავდეთ. შემდეგ ეტაპზე გადასვლა კი უკვე რაღაც განსაკუთრებულს მოითხოვს. რა მოდის შემდეგ? ფორმულა 3. ყველაფერი უფრო რთულდება, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ფორმულა 3-ის მწვანე შუქი ინთება. ბოლიდები ბევრად სწრაფია, უფრო რთულია მათი მართვა, ხოლო კონკურენცია გაცილებით მაღალია. ეს ის ადგილია, სადაც მარტივად გაირკვევა, ვინ არის ღირსი და ვინ არა დიდებისთვის ბრძოლა განაგრძოს.
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფორმულა 3 უკვე პრესტიჟული ჩემპიონატია. მოქმედ და ყოფილ მრბოლელთა უმრავლესობამ, როგორებიც შუმახერი, ჰამილტონი და ფერსტაპენი არიან, თავის სწორედ ფორმულა 3-ში მიღწეული წარმატებები დაგვამახსოვრეს. ზოგმა ეს წესები სრული დაცვით გააკეთა. ვიღაცებისგან განსხვავებით. სტრო, შენი შემთხვევაც ყველას კარგად გვახსოვს. ჩუმად იყავი ხლა. მაგრამ თუ თქვენ ისეთი ტალანტი ხართ, როგორიც ფორმულას ბოლო სეზონის ჩემპიონია, მაშინ ერთ კლასსაც გადაგახტუნებენ და პირდაპირ ფორმულა 1-ში აღმოჩნდებით. დიახ, არ მოგესმათ. მაქს ფერსტაპენისთვის ფორმულა 2 არავის უკადრებია. ნიდერლანდელი მესამე დონიდან პირდაპირ ავტოსპორტის მწვერვალზე მოექცა. თუმცა ეს ნორმა არ არის. ნორმა ის არის, რომ მრბოლელები თავად წყვეტენ საიდან მოიტანენ ფულს. იმათხოვრებენ, ისესხებენ თუ მოიპარავენ. თავარია ერთი სეზონისთვის $700,000-დან $1.2 მილიონამდე გაამზადონ. სპონსორებს აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს. და არ დაგავიწყდეთ, საუბარი ჯერ მხოლოდ ფორმულა 3-ზე გვაქვს. ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რბოლა მაკაუს გრან-პრია. ის ჩინეთის გიჟურ ქუჩებში იმართება. F3-ის ამ გრან-პრის ზუსტად ისეთი დატვირთვა აქვს, როგორც F1-ისთვის მონაკოს გრან-პრის. მისი მოგება შუმახერისა და სენასთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მაგრამ მაკაუს გრან-პრიში პირველი ადგილის აღება ყოველთვის გარანტირებულ შედეგს არ ნიშნავს. გსმენიათ რამე ფელიქს როზენვისტის შესახებ. მან ფორმულა 3-ის ეგრეთ წოდებული მონაკოს გრან-პრის ზედიზედ ორჯერ მოიგო. თუმცა შუმახერისა და სენასგან განსხვავებით, ფორმულა 1-ში კი არა. ორშიც ვერ მოხვდა. რატომ? ფული არ იყო. სადმა ფული მელვედა. მაგრამ რასიზამ, ეს ავტოსპორტია და აქ მარტივი არაფერია. რეალურად, ფორმულა 3-ის ჩემპიონატში თქვენ კონკურენციას დაახლოებით 500 მძღოლს უწევთ. მსოფლიო მასშტაბით კი სულ რაღაც 17 რბოლა იმართება. აქედან თითოეულში დაახლოებით 20 პილოტი მონაწილეობს. გამოდის, რომ მესამე უმაღლეს დონეზე 340 პილოტი კლასში რჩება. შესაბამისად, აქამდე მოღწევის შანსი კიდევ უფრო მცირდება და 0.000000068% ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორმულა 3-ში მოხვედრილი პილოტი თითქმის 15 მილიონიდან ერთია. ფორმულა 2 ტემპერატურა იწევს, კონკურენცია მატულობს. ფორმულა 2-ისთვის ყოველ წელს მხოლოდ 20 ადგილია გამოყოფილი. ზოგი მრბოლელი აქ 2-3 სეზონსაც რჩება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელიწად სინამდვილეში 20-ზე ნაკლები ადგილია ფორმულა 3-დან გადმომსვლელთათვის. აქაურობა სულ სხვა დონეა. მაგალითისთვის, ბაჰრეინის გრან-პრიზე პოლ პოზიციის დრო F4-ში წუთი 41.915 წამი დაფიქსირდა. როდესაც ფორმულა 3-ში პილოტების საუკეთესო დრო წუთი 46.421 წამია. 4.5 წამიანი სხვაობა კი ავტოსპორტში მთელი საუკუნეა, თანაც უფრო დიდ წრეზე. თუმცა აქ არც რამდენიმე რბოლის მოგება, არც თქვენი თანაგუნდელების დამარცხება და არც ჩემპიონატის მაღალ დონეზე დასრულება იქნება გარანტი იმისა, რომ ფორმულას ბოსები თქვენს მთავარ ჩემპიონატში გადასმას მოინდომებენ. ამისთვის ფორმულა 1-ში ჯერ თქვენთვის ადგილი უნდა მოიძებნოს. ასე და ამგვარად, ფორმულა 1-ში საუკეთესოებიც კი ვერ ხვდებიან. თუმდაც 2023 წლის ფორმულა 2-ის ჩემპიონი ფრანგი თეო პოურშერი გავიხსენოთ. გსმენიათ ფორმულა 1-ში ოდესმე მისი სახელი? არა, რადგან იმ წელს წამყვან ჩემპიონატში მისთვის ადგილი არ მოიძებნა. და 2022 წლის ჩემპიონ ფილიპე ჯუგოვიჩზე რა სიტყვით? კი, ისიც კვლავ მოვლოდინეთა რიგებშია. ფორმულა 2-დან 1-ში გადასვლა სათამჯენზე ასვლას გავს. ფინანსური ტვირთით შენიღბული დიდი გონებრივი და ფსიქოლოგიური წნევა კი შეიძლება წყალშიც გადაიყაროს, რადგან ფორმულა 1-ის პილოტობა წელიწადში 1 ან 2 ენთუზიასტის ბედია, ან მათიც არა. და ხარჯები? ფორმულა 2-ის კამპანიები დაუჯერებლად ძვირია. წარმოიდგინეთ, სულ მცირე $3 მილიონი უნდა გადაიხადოთ წელიწადში და უმაღლესი ბოლიტის გამი გარანტირებული მაინც არ გაქვთ. თუ წამყვან გუნდში მოხვედრაც გინდათ, ისეთი როგორებიც პრემა და ART-ია, მაშინ 5 მილიონზე მეტიც დაგჭირდებათ. მაგრამ მათთან მოხვედრაში ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს.
თანაც თუ სპონსორებით წაგეხმარებათ. წარმოგიდგენიათ, რამდენის გაღება უწევთ პილოტებს წარმატებისთვის, მხოლოდ ერთი რბოლაც უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს უდრის. ფორმულა 2-ში კი უკვე ყველა პილოტი გამოცდილი პროფესიონალია, მაგრამ რბოლაში ერთ შეცდომასაც კი შეუძლია წლების შრომა და თავდადება თვალის დახამხამებაში დაასამაროს. ფორმულა 1. დაბალი შანსების მიუხედავად, ოდესმე ვიღაც ხომ მაინც იგებს მილიონიან ჯეკპოტს. ლოტარიაში კი, ფორმულა 1-ში არა. გადახედეთ გასული სეზონის 2024 წლის შემადგენლობას. აქ ისევ ის 20 მრბოლელი დაგვხვდებათ, რომლებიც ბოლიდებში 2023 წლის მიწურულს დატოვეთ. გამოდის, რომ 2024 წლის სეზონზე მილიარდერი ბიჭების კლუბში, როგორც მას ჰამილტონი უწოდებს, მოხვედრის შანსი არც ერთ ახალწვეულს მიეცა. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 2024 წლის სეზონი რამე გიჟური გამონაკლისი იყო. პირიქით, ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია. ფორმულა 1-ის სრული ისტორიის ჭრილში პილოტების საშუალო წვლილების ინდექსი 1.33-ია. 10 ლაიქიდან იწყება, როდესაც ფორმულა 1-ის სეზონს ხშირად 3-დან 5 პილოტამდე ეწირებოდა. დიახ, არ მოგესმათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ერთხელ მოპოვებულ ადგილს შენარჩუნება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ში კარიერის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია, ზოგი 1 წელზე მეტ ხანსაც კი ვერ ჩერდება. ჩვენი თუ არ გჯერათ ნიკ დევრის კითხეთ. ნიკმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ყველაფერი გაიღო, მოიგო ეროვნული და მსოფლიო ჩემპიონატები ფორმულა 2-ში, ეფერჩი ნახევარის სეზონიც კი ვერ გაძლო და შუა სეზონიდან ჩემპიონატს გამოეთიშა. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. სამწუხაროდ ის ვერ მართავდა ფორმულა 1-ს ისე, როგორც საჭირო იყო. ეს ბოლიდები ხომ პლანეტაზე ყველაზე სწრაფი 4 ბორბლიანი მოწყობილობებია. ყველა ამ რიცხვიდან გამომდინარე, რაც ამ დრომდე გითხარით, გამოდის, რომ 10 წლის განმავლობაში ფორმულა 1-ში საშუალოდ მხოლოდ 13.3 ადგილია ხელმისაწვდომი და ის 5 მილიარდი მსურველიც გაიხსენეთ, რომელიც ამ 13 ადგილისთვის იბრძვის. უხეშად რომ დავთვალოთ, ფორმულა 1-ში მოხვედრის შანსი არც მილიონში 1, არც 10 მილიონში 1 და არც 100 მილიონში 1 არ არის. ალბათობა იმისა, რომ ეფერტის დიდების დარბაზში მოხვდებით 365,929,850-ია. ასე რომ, წუხვართ თუ ბოლიდში მოხვედრის შანსები გადაგიწურეთ. მაგრამ გულიც ნუ დაგწყდებათ, სოფლიოში ყველაზე დიდი ლოტარიის მოგების შანსი კვლავ გაქვთ. შეჯამების სახით გეტყვით, რომ ფორმულა 1-ის პილოტად გახდომის შანსი უაზროდ მცირეა. მეტიც, შანსი თითქმის არ არსებობს. ყოველი შემთხვევისთვის უბრალო მოკვდავებისთვის ასეა. კენწეროსკენ მიმავალი გზა, არა მარტო გრძელი და რთული, არამედ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიცაა. არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარი ავტოსპორტზე გვაქვს. აქ იოტის ოდენა შეცდომაც კი ფატალურად სრულდება. ხოლო მას შემდეგ, რაც თითქმის ყოველდღე გიჟური რბოლა გელის, ასეთი შემთხვევის შანსები იზრდება. ეფერჩი მოხვედრის ალბათობა კი მცირდება. ის თუ როგორ სრულდება ფორმულა 1-ის ავარიები, ჩვენი ერთ-ერთი ვიდეოდან უნდა იცოდეთ. და თუ არ იცით, რაღაც უცდით. მიდი, ახლა ვეჩართეთ.